მოგესალმებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორს გოგიტა თოდრაძეს. მოგესალმებით ბატონ გოგიტა, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. 2024 წლის აღწერის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია, გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობა. ამ რიცხვებს განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს იმის ფონზე, რომ მუდმივად კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილია ემიგრაციის მონაცემებიც. აი, რო გვითხრათ ამ გაზრდილი საერთო მოსახლეობის გაზრდილი მონაცემების შესახებ და იმ ბრალდებების იმ ესე ვთქვათ თემის პასუხადებს, რომელზედაც მე ახლა ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის, როგორც თქვენმე აღნიშნეთ, მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის შედეგების მიხედვით 5.8%, ანუ 216,000 კაცით არის გაზრდილი და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი თუ განვიხილავთ სხვადასხვა დისაგრეგაციის მიხედვით, მაგალითად დაახლოებით 2.5% არის გაზრდილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მთელ მოსახლეობაში, ეს დაახლოებით 91,000 კაცია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 96,1%-ია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის მხოლოდ 3,4%. ასევე აღსანიშნავია, რომ ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.5%-ით, დაახლოებით 80,000 კაცით და დაახლოებით 84%-ში ადგენს აღნიშნული მაჩვენებელი მთელ მოსახლეობაში. მეორე ეროვნებას წარმოადგენს აზერბაიჯანული ეროვნების მქონე მოქალაქეები, შემდეგ მოდის სომეხი და რუსი და ინდოელები. გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ აღსარებლობის მიხედვით მოგვეცა მოსახლეობის დახასიათების შესაძლებლობა, 82%-ია მართლმადიდებელი ქრისტიანების წილი, აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით ამ 10 წლიან ციკლში გაზრდილია დაახლოებით 126,000 კაცით, 4.1%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის 85%-ისთვის მშობლიური ენა იყო ქართული, შემდეგ მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული, სომხური და სხვა დანარჩენი ენები. რაც შეეხება სხვაობას მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებს და აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის, ეს ზოგადად მეთოდოლოგიური თავისებურებით აისახება. ჩვენ რასაკვირველია აღწერებს 10 წელიწადში ერთხელ ვატარებთ, თუმცა აღწერათა შორის პერიოდში ვეფუძნებით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს, კერძოდ შოუბადოობა მოგზაურობის გარდა ვიყენებთ საზღვრის კვეთის მონაცემებს, რაც ძალიან კარგ სურათს იძლევა მიგრაციული ნაკადების შესახებ, ანუ ვინ შემოვიდა, ვინ გავიდა, თუმცა იმისთვის, რომ დავახასიათოთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების მოსახლეობის რიცხოვნობა, ამისთვის უპირველეს და უპირატეს წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის აღწერები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას ჩვენ საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად ვიყენებთ 6 თვიან კრიტერიუმს, ანუ იმიგრანტად ითვლება პირი, რომელიც გასული წლის განმავლობაში მინიმუმ 6 თვით იმყოფებოდა მუდმივად მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მოსახლეობის აღწერის დროს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩვენ ვეფუძნებით 12 თვიან კრიტერიუმს. გარდა ამისა ისიც აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერა მოიცავს ასევე ითვალისწინებს მოქალაქეთა გადაადგილებას არაკონტროლირებული ტერიტორიიდან, რომელიც არ არის ასახული მიმდინარე დემოგრაფიულ აღწერაში. აი, საქართველოს ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი პრობლემა იყო ის, რომ მოსახლეობის და ესე ვთქვათ შრომითი მუშახელის კონცენტრირება ძირითადად ხდება ხოლმე დიდ ქალაქებში. როგორც წესი, ასე არის. ნუ ბოლო პერიოდის ცხოვრებამ ასე გვიჩვენა. აი, როგორ არის ამ სტატისტიკის მიხედვით ეს მდგომარეობა, შეცვლილია თუ არა, რამდენად პოპულარული გახდა რეგიონებში მოსახლეობის გაჩერება და დაფუძნება, არის თუ არა ამ მხრივ ცვლილება? ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს წინა აღწერასთან შედარებით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა
5%-ული პუნქტით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და 62% შეადგენს, ადრე 57% იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაახლოებით 20%-ით ქალაქ თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და 1,331,000 გადააჭარბა. ასევე 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა 153,000-დან 226,000 კაცამდე. აღსანიშნავია რეგიონულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, რომ თბილისის გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში არის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილი, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია შეინიშნება. და აუცილებლად მინდა კითხოთ კიდევ ერთი საკითხი, აღწერა არ იყო მხოლოდ მოსახლეობის, აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად. მეურნეობები თუ შევადარებთ 2014 წლის მონაცემებს, რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით? ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად. 809,000 ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, დაახლოებით 61% არის გაზრდილი მრავალწლოვანი ნარგავების მიწის ფართობი, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ხეხილის ბაღების და ვაზის ვენახების ფართობის მოცულობაზე ზრდასთან, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა აღწერასთან შედარებით. ჩვენ ასევე სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ, დაახლოებით 851,000 სულ შეადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 15%-ით, შემცირებულია ასევე ცხრის სულადობა და 704,000 შეადგენს. გაზრდილია ღორის სულადობის მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით, ასევე გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და ფრინველის რაოდენობა. ფუტკრის ოჯახების რაოდენობა 191,000 აჭარბებს და აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად ეს განთავსებულია უმეტესწილად ფუტკრის წარმოება, ფუტკრის სკების რაოდენობა და ზოგადად თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია აღწერის შედეგების მიხედვით იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონი და გურია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რატომ გოგიტა თოდრაძე საუბრობდა სტატისტიკის აღწერის მონაცემების შესახებ.